ეს მდგომარეობა არის 13 თებერვლის შემდეგ. გადავადგილდებით ყოველდღიურად ფეხით, ბავშვებით კი შეხედეთ თქვენს. ძალიან საშიში არის. ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. იყო დაპირება, რომ ტენდერი ჩატარდა, მაგრამ შემდეგ ჩაიშალა. გავიდა 3 თვე ამ დაპირებების შემდეგ. არანაირი რეაგირება არ აქვს. და რა ვიცი, მერიაც ვერაფერს ვერ გვეუბნება. იქნებ მივიდეს ხმა უფრო შესაბამის სამსახურებთან, ვისაც ეკუთვნის ეს მაღლებთან, ესე რომ ვთქვათ, რომ რეაგირება მოხდეს და რაღაც თანხა გამოიყოს, რომ გამაგრდეს ეს კედელი, როგორც ეკუთვნის და ვინც იცის ეს საქმე, რომ გამოიკლიოს დეტალურად და გადავადგილდეთ ჩვეულებრივად, როგორც მანამდე. შემოვლითი გზით დავდივართ, მაგრამ მანქანად აღარ ვარ გასასწრაფო რომ დაგჭირდეს, ამის წინ დაჭირდა ახლობეს 1 საათი დაგვიანდა ღამის 4 საათზე. რა ვიცი, ველოდებით, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ვინც დაგვეხმარება. იმატებს ყოველდღიურად არა, მაგრამ არის ახლა პერიოდულად წინა ძლიერი წვიმები რომ იყო, ახლა ეს მაშინ ჩამოიშალა. და სხვათა შორის მოსახლეობა მოდიოდა მაგ დროს მოასწრის გამოსვლა, თორე არ ვიცი რა მოხდებოდა და სანამ ვინმეს შეიწირავს ეს ადგილი, რა ვიცი, რეაგირება ჯობია რომ დროულად გააკეთო.